მოგესალმებით. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ნეველის ასტროლოგიურ ეზოთერიულ გვერდზე. დღეს ტრადიციულად გვექნება ყოველთვიური, ამჟამად უკვე სექტემბრისთვის პროგნოზი, პირველი თვე შემოდგომის, პირველი სიახლეები, პირველი სიხარული და ასე შემდეგ. ხო, ზოგადად მოდით ვნახოთ, როგორი სიტუაციები იქნება თქვენთვის სექტემბრის თვეში. ვარიანტების რაოდენობა იქნება 3 კატეგორია. მათთვისაც გინდათ პირადი კონსულტაციები შეგიძლია მომართოთ Facebook-ის ან Instagram-ის გვერდზე, ან კონკრეტული თვის პროგნოზთან დაკავშირებით, ან ნებისმიერი სხვა საკითხი, რაც თქვენთვის პრიორიტეტული არის. მას შესაბამისად, პირველი ვარიანტის წარმომადგენლებისთვის ზოგადად თვე როგორი იქნება, მეორე ვარიანტი, მესამე ვარიანტი. ზოგადად სიახლეები მნიშვნელოვანი რა იქნება? და მესამე იყოს, რას უნდა უფრთხილდეთ. რადგან ორი კარტი ამოყვა იყოს ესე ორი კარტი. შეხედეთ კარტებს, დაფიქრდით, აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ვარიანტი, რომელიც უფრო მეტად დაგიძახებთ ინტუიციურად, მათ ვინც ვერ მოსწარით არჩევა შეგიძლიათ დააპაუზოთ, მე კი უკვე დავიწყებ პირველი ვარიანტით. პირველი ვარიანტის წარმომადგენლებისთვის ზოგადად თვის ფონი როგორი იქნება. იცით როგორი მომენტი სიტუაცია არის, რაღაცა გარკვეული კუთხით შესაძლებელი არის პერიოდულად იყოს ხოლმე ცოტათი სიმძიმეების თემა, სანერვიულო თემების კუთხით, ხო? საქმიანი დატვირთულობის მდგომარეობა, უფრო მეტი პასუხისგებლობების დაკისრება სიტუაციური კუთხით. მთელი თვის განმავლობაში გექნებათ აქტიური პოზიცია საქმიდან გამომდინარე, ხო, ეს იქნება ოჯახური მდგომარეობა, ვინც სამსახურში ხართ, სამსახურეობრივი სიტუაციური მდგომარეობა. ეცადეთ, რომ უფრო მეტად ყველაფერს ყურადღებით მოეკიდოთ და პასუხისგებლობებით მოეკიდოთ. მთელი თვის განმავლობაში გექნებათ აქტიური მენტალური დატვირთვა, აქტიური მუშაობა, ესე დავარქმევდი, აქტიური ჩართულობა ზოგადად საყოფაცხოვრებო სიტუაციების მდგომარეობაში. თვე შენთვის ცოტა უფრო მეტად ესე ვიტყოდი, თუ აქამდე შედარებით ლაითი პერიოდები იყო და შედარებით მიძნებული პერიოდი იყო, ეხლა არის გამოღვიძების პერიოდი და უფრო აქტიურ ფაზაში გადასვლა. ცოტათი სტრესული შეიძლება დავარქვათ, მაგრამ ამავდროულად ეს შენი ასე თქვა აქტივობა და შენი სტრესული თემები დაფასებული იქნება, მოდი ესე ვიტყოდი მთლიანობაში, ხო? ზოგადად მნიშვნელოვანი სიახლე რაც იქნება სექტემბრის თვეში, რაღაც ახალი სწავლების თემა, ახალი ინფორმაციების მიმღებლობა, შესაძლებელი არის გარკვეული კუთხით ზოგიერთმა დაიწყოთ ახალი სწავლის თემა, რაღაც ახალი საქმიანობა წამოიწყოთ ისეთი, რაც შეიძლება რომ აქამდე დაკავებული არ იყავით, ხო? ან უშუალოდ ვინც სამსახურის ცვლილებას აპირებდით, მოხდეს ისეთი სიტუაცია, რომ ცვლილება მოხდეს სამსახურის კუთხით, ან დაწინაურების პერსპექტივა თუ გინდოდათ, დაწინაურების პერსპექტივის კუთხით. მთელი თვის განმავლობაში თქვენთვის იქნება სიახლეები, რაღაცა ახალი საწყისები, ახალი ჩართულობები და შენთვის საინტერესო თემატიკით დაკავება, ხო, ცოდნის გაზრდის პერიოდი იქნება, როგორც პიროვნული, ასევე სულიერი თვალსაზრისით განვითარებისთვის. უფრო მეტად ახალდებელზეა, ხოლ ახალ საფეხურზეა, ხოლ პირველი ვარიანტი და მნიშვნელოვანი გაფრთხილება არსებული ვარიანტისთვის, უფრო მეტი ყურადღება განახორციელებ ფინანსურ თემებზე. ეცადე რომ უფრო მეტად გონივრულად დახარჯო, შენი ფინანსური რესურსი იყოს გადანაწილებული თითოეულ დეტალიზაციის კუთხით, სად როგორანაირად გადაანაწილებ, ზედმეტი ხარჯები არ გაიღო სექტემბრის თვეში, რომ არ იყოს გარკვეული სახის, ესე ვიტყოდი, კრიზისული პერიოდი, ხო? მთლიანობაში შენ თუ აი ამ თემას გაფრთხილების თვალსაზრისით გაითვალისწინებ, საკმაოდ მყარი პერიოდი არის, საკმაოდ ძლიერი მხარდაჭერა გექნება გაშემოყოფებიდანაც, ეცადე რომ ვალის თემებთან სიფრთხილე გამოიჩინო, არ გაასესხო ფულის სიტუაციები, ესეთი ინფორმაცია ამოდის. აი ესეთი იყო პირველი ვარიანტის არსებული თემები, დამიწერეთ რამდენად რეზონირდა და რამდენად ახლოს იყო, პირადისთვის დამიკავშირდით Facebook-ის ან Instagram-ის გვერდზე. მოწონება, კომენტარი, გაზიარება არ დაგავიწყდეთ. მეორე ვარიანტი. მეორე ვარიანტის წარმომადგენლებისთვის როგორი იქნება თვის ფონი. შეხედეთ, აი აქ, რასაც მიჩვენებს ზოგადი თვის ფონის მდგომარეობით, აქ ინფორმაცია ამოდის, რომ ზედმეტად გააქვს დამყარებული, ასე ვთქვათ, ესე ვიტყოდი, სხვაზე დაამყარებს ზედმეტ იმედებს. გექნება მოლოდინები გარშემო
ყოფებისგან. შენ ყოველთვის ბევრს გასცემ, ყოველთვის მეტი არის შენი მხრიდან ენერგიის ხარჯვა, დახმარების მომენტი, ადამიანური ფაქტორის გამოვლენა საპასუხოდ შესაძლებელი არის ვერ მიიღო ის, რასაც ელემენტარული მადლიერება ჰქვია, ხო? იმისთვის, რომ არ მოხდეს შენთვის იმედგაცრუებების პერიოდი და გულისწყოთ ეს მომენტი, გააკონტროლე ვის როგორ ეხმარები, ვინ რაში არის, ასე თქვათ, დახმარების ღირსი ესე ვიტყოდი, ხო? რო არ კონდეს იმედგაცრუებების თემა. თელთვის განმავლობაში ძირითადად გექნება რაღაცა ბრძოლის პერიოდები ურთიერთობების თვალსაზრისით, ცოტა გარკვევადობა, ვინ გაუშვა, ვინ დატოვა შენ ცხოვრებაში და ეს რაღაცა ტრანსფორმაციული პერიოდი არის სექტემბრის თვე შენთვის მეორე ვარიანტის წარმომადგენლებისთვის. მნიშვნელოვანი სიახლე შენთვის რა იქნება? მნიშვნელოვანი სიახლეების კუთხით შენთან ამოდის აქ კონკრეტულად ესე ვიტყოდი სანერვიულო თემების ჩახურვის სიტუაცია, ხო? აი აქამდე თუ რაღაცა გქონდა სანერვიულო თემები, ნელ-ნელა უკვე გადალახვის პერიოდში ხარ და ბოლომდე რო გითხარო სექტემბრის თვეში დამთავრდება ეს პროცესები თქო ვერ ვიტყვი, თუმცა რაღაც კულმინაციური პერიოდისკენ მიდივართ, როდესაც თემები ნელ-ნელა უფრო მეტად ლაგდება და აი ოქტომბრის თვიდან უკვე უკეთესი მდგომარეობა გექნება. სიახლეების კუთხით არის ნაკლებ პრობლემებში ყოფნის მდგომარეობა. სირთულებიდან გამოსვლა, თუ გაქვთ ვალების თემა, ვალების მოშორების სიტუაცია ნაწილობრივ კუთხით, ვიღაცა სანერვიულო თემა თუ აქვს სამსახურეობრივი კუთხით, სამსახურის სიტუაცია შესაძლებელი არის გამოჩნდეს ან რაღაცა ცვლილება ჰქონდეს. ანუ ყველაფერი უკეთესობისკენ მიდის ცვლილებების თვალსაზრისით, ეტაპობრივად კურსნაბიჯებით გამოდიხართ სირთულეებიდან. და მთავარი გაფრთხილება თქვენთვის. გაფრთხილების კუთხით ამოდის, რომ არსებულ თვეში უფრო მეტად ეცადეთ, რომ ემოციურად აკონტროლოთ შინაგანი მდგომარეობა. ანუ ემოციურობის კუთხით, რომ არ იყოთ აფეთქების პოზიციებში, ხო, შინაგანი მდგომარეობა გააკონტროლეთ. აქ მიჩვენებს, რომ თელთვის განმავლობაში უფრო მეტი იქნება, თუ ოჯახის წევრებთან გექნებათ მეტი კომუნიკაციები. თუ დისტანციურად ცხოვრობთ და ვერ გიხერხდებათ სამსახურიდან გამომდინარე, ან გარკვეული პირობებიდან გამომდინარე, ოჯახის წევრებთან მეტი კომუნიკაცია, ანუ ვერ ახერხებთ, ეცადეთ, რომ თუნდაც დისტანციური კუთხით გქონდეთ კომუნიკაციები. სიფრთხილე რაც უნდა გამოიჩინოთ, ეს არის ენების თემები. შესაძლებელი არის არსებულ თვეში იყოს გარკვეული სახის ინტრიგები, ჭორები, გარკვეული სახის მანიპულაციები ყოფი ადამიანებისგან, ნათესავებისგან, კოლექტივისგან, ანუ სიტუაციურად ეცდებიან, რომ წყობილებიდან გამოგიყვანონ, თითქოს რაღაცა შენ ცუდ პოზიციაში აღმოგაჩინონ, ხო? ზღვის თვალში რაღაცა ცუდად გამოგიყვანონ. აი ეს ინტრიგული თემები ეცადე, რომ მაქსიმალურად დიპლომატიურად შეასრულო და დიპლომატიურად მიუდგე და ისე გაასწორო მიწასთან, როგორც იმსახურებს, ხო? კბილი-კბილის წილა, ესე ვიტყოდი ამ ვარიანტის წარმომადგენლებისთვის. არ გადახვიდე მუშტიკრივის მდგომარეობაზე, ფიზიკურად არ ჩაერთო ჩხუბის მდგომარეობაში, არამედ მოაგვარე ყველაფერი დიპლომატიურად. ესეთი რჩევა არის არსებული ვარიანტისთვის და მესამე ვარიანტის მდგომარეობა თუ საკმაოდ სტაბილური არის, საკმაოდ ნაყოფიერი არის. ეს არის პერიოდი, როდესაც არის ვალების დაბრუნების პერიოდი, ვისაც თქვენი ვალები ჰქონდათ, ამ პირიქით თქვენ თუ ვინმეს ვალი ჰქონდათ, ნელ-ნელა თითქოს მოშორება ხდება არსებული სიტუაციებისა. ასევე შესაძლებელი არის, რომ ფინანსური კუთხით ცოტათი მატება გქონდეთ და გადანახვის პოზიციაში გადახვიდეთ რაღაცა კონკრეტული საქმისთვის, შენაძენისთვის გინდოდეთ, ხო? ფინანსური კუთხით მიჩვენებს, რომ შეიძლება მოახერხოთ დანაზოგის გადადება, ხო? თვე არის სტაბილური, სტაბილურად მყარი, მიწის ენერგიები არის უფრო მეტად აქტიური თქვენთვის მესამე ვარიანტის წარმომადგენლებისთვის და საკმაოდ კარგი პერიოდი არის რაღაც სამომავლო გეგმების დაწყობისთვის, რაც როგორი კუთხით განახორციელებთ, რა როგორი კუთხით წარმართო სიტუაციურად, ხო, უფრო მეტი ორიენტირება გჭირდება სამომავლო გეგმებზე. მთავარი სიახლე შენთვის. მთავარი სიახლის კუთხით აქ რასაც მიჩვენებს, შეხედე აქამდე სიტუაციები, რასაც შეიძლებოდა რომ განიცდიდე და ნერვიულობდე, აი ეს სანერვიულო თემების მოხსნის თემა არის. შესაძლებელი არის წარსულისეულად ადამიანები დაბრუნდნენ, ვინც გული გატკინეს, ვინც იმედები გაგიცრუეს და გარკვეული სახის ბოდიშის მოხდის თემა იყოს. ამპატიების თხოვნის სიტუაცია იყოს, ანიჩინოს ისეთ სიტუაციებმა თავი, რომლებიც წარსულში გეგონა რომ დამთავრებული იყო, გარკვეული იყო, ან რაიმე კუთხით ინფორმირებული იყავი, ესე ვიტყოდი, ხო? მაგრამ რეალურად ესე არ ყოფილა. სრულიად სხვანაირი წარმოდგენა შეიძლება ქონოდა ადამიანების მიმართ, მაგრამ აი აქ არის ზრდის პროცესი დაფიქსირებული, ხო, რაღაცა მტკივნეული გაკვეთილის ფონზე, რომ გაიზარდო ადამიანი. უბრალოდ გარკვეულ კატეგორიამ შეიძლება თქვათ, რომ შეიძლება ძალიან სწრაფად ლაპარაკობდე რაღაც მომენტში, მაგრამ როდესაც ინფორმაციულად მოდის ინფორმაცია ბევრი, ავტომატურად გადმოვცემ როგორც გამტარი ენერგიების, ესე ვიტყოდი. ასე რომ სიახლეების კუთხით გექნება
რაღაც ცხოვრებისეული გაკვეთილების გადალახვის პერიოდი, ესე ვიტყოდი, ხო, გაუმჯობესება, შინაგანი ემოციური მდგომარეობების და გაფრთხილების კუთხით ამოდის მეტი დეტალიზაცია ფინანსური რესურსების კუთხით. რაში ხარჯავ, რისი განხორციელება გინდა, ეცადე რომ სიტუაციურად არ მოგატყონ და არ გამოგიყენონ, მეტი სიფრთხილე გამოიჩინენ დოკუმენტების თემასთან დაკავშირებით, უფრო მეტი ინფორმირება გქონდეს იმაზე, რადგან შეიძლება რომ ხელი მოაწერო, რა კუთხითაც შენი ასე თქვათ ჩართულობა შეიძლება იყოს გამოჩენილი და ასევე რჩევის სახით ამოდის სიფრთხილესთან დაკავშირებით, რომ თუ რაიმე პირველ ჯერზე არ გამოგდის, ფარხმალი არ დაყარო. მეორე ჯერზე, მესამე ჯერზე პირობითად ვამბობ, ხო, იბრძოლე იმისთვის, რომ სასურველ შედეგს მიიღო. აი აქ პირდაპირ მიჩვენებს, რომ რაღაცა პატარა უსიამოვნო თემები შეიძლება იყოს ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით, ფინანსურ თემებში მოტყუებას ეცადონ, ან რაღაცა უსიამოვნო ფაქტორებს შეეჯახო. თემა არის, რომ მეტი სიფრთხილე და მეტი ორიენტირება იმაზე, რასაც აკეთებ საქმისადმი, სიტუაციებისადმი, ზოგადად ცხოვრებისეულად, მეტი დაკვირვება და მეტი სიფრთხილეს გამოჩინება. ასეთი იყო არსებული ვარიანტები, გესურვებთ წარმატებას, ბედნიერებას და კარგად ყოფნას ნახვამდის.